2015 წლის 1 იანვრიდან მეცნიერების ხელფასები საშუალოდ 250%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კვლევისა და ინოვაციების საბჭოს პირველ სხდომაზე გააკეთა, რომელიც გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერების და საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს არსებული სამეცნიერო საბჭოს დახმარებით მოხდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული სამეცნიერო კვლევით ცენტრების გრძელვადიანი, მათ შორის წლიანი ხო ასეა სამღვდელმის შემუშავება. ასევე მინდა გითხრათ, რომ ბოლო წლებში ჩვენს მეცნიერებს კარგად მოიხსენებათ, რომ პრაქტიკულად არ ქონდათ დაფინანსება და მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს უკვე გვაქვს მეცნიერულ დასაბუთებულ გრძელვადიანი სამეცნიერო პროგრამები და რასთავარია. ჩვენ უკვე მოვაწესრიგეთ სახელმწიფო პოლიტიკა ამ სფეროში. მეცნიერთა ხელფასები საშუალოდ 250%-ით არის გაზრდილი. და ამის ეს უკვე მოგვარებულია, თორშტები იანვრის ბოლოს მიიღეს გაზრდილი ხელფასები.